ახლა ვართ ციხის ყველაზე კარგად შემონახულ ნაწილში, მინიმუმ 3 სართულიანი და სავარაუდოდ შეიძლება 4 სართულიანიც იყოს, რადგან იყო ეს კოშკი და კარგი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ამიტომ ამ ციხის აღებას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, რადგან აქედან ძალიან კარგად კონტროლდება ალაზნის ველის ყველა მიმართულება. ამიტომ აქ შედგა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა და ამბავი, რომელიც ყველა თქვენგანმა იცით და გისწავლიათ ეს ისტორიის წიგნში. გულისხმობ, როდესაც დავით აღმაშენებლის მამამ გიორგი მეორემ, როდესაც პრობლემა იდგა საქართველოს გაერთიანების, კახეთ-ჰერეთის მეფეს აღსართანს შეუტია და ვეჯინის ციხე შემოარტყა საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ალყა. მაგრამ ისტორიკოსები გვეუბნებიან, დავითის ისტორიკოსი კონკრეტულად გვეუბნება, რომ რამოდენიმე თვიანი ალყის შემდეგ გიორგი მეორე მოხსნა და დაბრუნდა ქუთაისში, ქუთაისი იყო მაშინ საქართველოს დედაქალაქი, დაბრუნდა ქუთაისში, რადგან თურმე მოუთოვია და აჯამეთის ტყეში ირმები გამოჩნდნენ. არ არის ამ შემთხვევაში უარყოფითი პერსონალი, ჩემი აზრით, მან საკმაოდ სწორი და სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომ აღარ გააგრძელა ძმათამკვლელი სისხლიანი ომი, მით უმეტეს თურქთა ხელით და ის ბრუნდება უბრალოდ ქუთაისში. უბრალოდ მიზეზი იყო ნადირობა.